6 მაისის პარკს შესაძლოა სახელი შეეცვალოს, თუმცა ვინ წარუდგენს ინიციატივას საკრებულოს ჯერ კიდევ გაურკვეველია. ბათუმის მერის გარდა სახელის გარდაქმნების იდეა პარკის ყოფილ დირექტორს ამჟამად კი საკრებულოს წევრ ნატალია ზოიძესაც აქვს. თემის ირგვლივ უკვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. ნახეთ რეპორტაჟი, რომელზეც ჩვენი კორესპონდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. ზოგისთვის 6 მაისის, ზოგისთვის კი პიონერთა პარკი შესაძლოა ახალმა თაობამ სულ სხვა სახელით დაიმახსოვროს. ქალაქის პირველი პირი არ მალავს, რომ არსებული დასახელება არ მოწონს. ჩემში მაინც ის ყოველთვის პიონერთა პარკის ასოციაციას ტოვებს და იქნება ჩემს მეხსიერებაში და ყოველ შემთხვევაში ის დაკავშირებულია მოზარდ ახალგაზრდებთან და ჩემს ბავშვობასთან. როგორც ერთ ბათუმას არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ პარკს ეს სახელი ეწოდოს. ვისგან განთავისუფლების აღსანიშნავად ეწოდა პარკს 6 მაისის სახელიო. ერმაკოვის მიერ დასმულ შეკითხვას ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მსოფლმხედველობის შეუთავსებლობად აფასებს. გიორგი კირთაძე თვლის, რომ მერის იდეას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. პარკს სახელი ეწოდა იმ ადამიანებისგან განთავისუფლების ნიშნად, ვინც აჭარაში აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ დედა სამშობლოსთან ერთიან ინტეგრაციაში არ ყოფილიყო და ყოფილიყო მისგან მოწყვეტილი. სირცხულია, როცა ბათუმის მერი ამაზე ლაპარაკობდა, სირცხულია, როცა ბათუმის მერს ურჩევნია, რომ პიონერთა პარკი ერქვას იმ პარკს, რომელსაც დღეს ქვია 6 მაისის პარკი. პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს როგორც ძველი, ასევე ახალი სახელების მინიჭებაში პოლიტოლოგი ნინო ჩხეტია. მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობებისთვის სახელების მინიჭების მოქმედი წესი არაეფექტურია. თუ ჩვენ ახლა დავაყენებთ კიდევ დღის წესრიგში 6 მაისის პარკის სახელის შეცვლას, და ეს ისევ ხელოვნურად მოვახდეთ ამ სახელის შეცვლას, ეს იქნება თავისთავად არასწორი მიდგომა. დასაწყები არის მუშაობა, ზოგადად ქალაქს რა პოლიტიკა აქვს სკვერების, იგივე ქუჩების, ან თუ მოედნების სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შემადგენლობა ქონდა ბუნებრივად თანამედროვე საქართველოს პიონერთა პარკი ვერ დარჩებოდა. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ახალი პოლიტიკური, ვთქვათ, მართლობის მოსვლის შემდეგ ხდება უბრალოდ არა იმიტომ, რომ რამდენად მიზანშეწონილია მართლაც ესა თუ ის პარკს რა ეწოდოს, არამედ პოლიტიკური ნიშნულის, ესე ვთქვათ, ხელახლა გადახედვა. მაშინ როცა საზოგადოება სახელის შეცვლის პოლიტიკურ ეთიკურ მხარეებზე კამათობს, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი შეკითხვას ამ სახელის მინიჭების ლეგიტიმურობაზე სვამს. არსად არ ფიგურირებს ოფიციალურ დონეზე, რომ მაგას ქვია 6 მაისის პარკი. ეს იყო რაღაც ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა და წარმომადგენლებმა მიიღეს უბრალოდ თქვეს, რომ მოდი იყოს ეს 6 მაისის პარკი. 123 წლის პარკი 6 მაისის პარკად ბოლო 8 წელი, ხოლო მანამდე პიონერთა პარკად 82 წლის განმავლობაში იწოდებოდა. რა ერქმევა ბათუმის პირველ სამოქალაქო ბაღს მომდევნო წლების განმავლობაში საკრებულო გადაწყვეტს.